არის სამთავრობო ორგანიზაციამ სოცკოდექსი აჭარაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარემო მონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პროგრამის ბენეფიციარებისა და პროვაიდერი კლინიკების წარმომადგენლების გამოკითხვა და რეგიონში არსებული პრობლემების აღმოჩენა იგეგმება. არის სამთავრობო ორგანიზაციამ მსგავსი გამოკითხვები უკვე აწარმოა თბილისში და იქ მთავარ პრობლემად მედიკამენტების ხელმისაწვდომობა დასახელდა. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისაგან თავს იკავებენ, რადგანაც ექიმთან ვიზიტის შემდეგ მკურნალობის კურსის ჩასატარებელი თანხები არ მოეპოვებათ. მედიკამენტების ფასის გამო ვერ ხერხდება დაავადების პრევენციაც. სოცკოდექსის წევრები მიიჩნევენ, რომ გართულებული დაავადებით მისული ბენეფიციარის მკურნალობაზე ბევრად მეტი თანხა იხარჯება. ორგანიზაცია სახელმწიფოს მოუწოდებს ის მედიკამენტების შემოიტანოს, რომლებიც სიცოცხლისათვის აუცილებლად ითვლება. კვლევა აჭარაში აპრილის ბოლოს დასრულდება და მონაცემები განსახილველად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნება. Beneficiaries პრობლემები შემოიფარგლება იმით, რომ მედიკამენტების სიძვირეა ძალიან, ძირითადად ეს მედიკამენტის ფასი და ხარისხი არის ის, რომ არის შემდეგი პრობლემა ის პრევენციასთან დაკავშირებით, პრევენციული ზომები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ძალიან იშვიათად არის შემთხვევა, რომ პრევენციული ზომები დააფინანსოს არ ხდება ეს. ჩვენ თვლით, რომ ამ საკითხის მოგვარება მოხდეს შემდეგნაირად, რომ სახელმწიფო გახდეს უშუალოდ რამდენიმე სახის ესენციური ნუსხი და რამდენიმე სახის მედიკამენტის შემომტანი და თვითონ საყოველთაო ჯანდაცვაში მოხდეს ამის რეალიზაცია. ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ამ შეხვედრიდან გამომდინარე, რომ ამ ახალგაზრდების შრომა მინიმუმ სასარგებლო იქნება, ვთქვათ, სარეკომენდაციო ხასიათის მაინც, ვთქვათ, ამე რევიზიის ან კორექტირების დროს პროგრამებთან მიმართებაში.